ერთ სიტყვით შეიძლება რობოტების პერიოდიც იყოს ყველაფერი, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ღმერთი უშვებს ადამიანმა, რადგან ადამა და ევა თვითონ აირჩიეს სიკეთისა და ბოროტების განსაზღვრა და თავიანთი პასუხი თვითონ აიღეს, უშვებს ღმერთი ამ ყველაფერს, მაგიტო. Gan არა ხედავს, რომ კაცობრიობა იტანჯება ის ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი უნდა გამოსცადოს ადამიანმა, სანამ არ მიხვდება, რომ შეუძლებელია ღვთის გარეშე. წარმატებას რო ვერ დაინახავს ამ ყველაფერში. მე ალბათ თვითონვე დაშლიან აქ სისტემას და მოუწევს. ძველად თქმაში რო წერია, როდესაც ეშმაკი გველი რო ეუბნება ადრეს. მართლა გითხრა თუ ღმერთმა რო არ შეჭამოთო ესო? კიო გითხრაო. მაგრამ იცისო ღმერთმა რომ თვალები აგიხილებათო. სიკეთისა და ბოროტის ნაყოფი შეჭამთო. ანუ ნაყოფის შეჭმა რა იყო? თვითონ გადაწყვიტეს რა იყო? კარგი, სწორი და არასწორი. ხო. და არა სამყაროს შემოქმედის მიერ დადგენილი ნორმები. დახვეწადე მათი ლაპარაკი. ასე რომ ეს რობოტები შეიძლება ერთ-ერთი პრეტენზია ადამიანისა, რომ უფრო უკეთესად იცხოვრებს მათი დახმარებით და ასე შემდეგ რა. ანუ სულ როგორც დაახლოებით აღწერილია 7,000 წელიწადი აქვს მიცემული კაცობრიობას, სატანის რო იტყვიან ანუ იქით მიდის კი, ნახე, აი რა აქვთ ჩაფიქრებული, რომ ადამიანები აღარ ასჭირდებათ. მიხვდი, რაღაცა წრიალი. რომელსაც ადამიანები აღარ უნდა, აბა რა თუნდაც ამდენი რობოტები. რო ქმნიან, ხო და უკვე ცდილობენ რომ რა ვიცი, ბავშვებიც ეგრე გააჩენინონ, მაგათ გააჩენინონ და რა ვიცი. ბავშვებსა რობოტი როგორ გააჩენს? რობოტი ვერ გააჩენს, მაგრამ ხო არის რაღაც ისა რა ქვია. არა, ეს უბრალოდ ადამიანები რო გააჩენინონ რა რობოტებს, მიხვდი. ბავშვები, ჩვეულებრივი ბავშვები, ხო არქიტექტურა რეკლამა. ინკუბატორის ვარიანტი სხვა, ეგ რობოტი არ არის, ეგ ცალკე მოწყობილობა. რობოტია, მაგრამ ეს რობოტია. ინტელექტია, ხელოვნური ჩადენილი. არა, ისიც ნახე უკვე რომ მუცეში უზით რობოტებს ბავშვები. ეგ ნახე რეკლამაში. ფეიკი იქნება. რობოტს რაზე უნდა უჩვენოს? ბავშვი. არა. ეგ შეუძლებელი ამბავია და არც არადა ესაჭიროება არ არის რობოტს ცალკე მექანიზმი, რომელიც მუშაობს რაღაც საწვავზე, ხო, გარდის ქონდეს მუცეში, რა თუნდაც, როცა შეიძლება უმოძრაულ მდგომარეობაში უფრო დაცულად და იმაში გააკეთონ ეს ყველაფერი, რაც ინკუბატორია თუ რაც არის. რაზე უნდა იაროს და მუცეში რატო უნდა ქონდეს ბავშვი. აბსოლუტურად. ეს ახლა განა მარტო ღვთის საწინააღმდეგოდ კი არ აკეთდება, გარკვეულწილად ბიზნესია ვიღაცის, ხო? მაგრამ მის და უნებლიეთ ღვთის საწინააღმდეგოდ ერთმანეთზე რო დაქორწინდნენ და შვილი რო ეყოლათ. ეს პროგრამები. პროგრამები, ხო. მაგრამ თვალსაჩინოებისთვის აკეთებენ მე თვითონ ალბათ ეგეთ რაღაცებს რა დაინახო, რომ შეიძლება შესაძლოა შვილების ყავდეთ მაგათ. პროგრამულად ახალი პროგრამა შექმნეს, რომელსაც უწოდეს ადამიანებმა მათი შვილი, ანუ ნაყოფი რა, მათი ორი პროგრამის, ახალი პროგრამის ჩამოყალიბება. ხო და შემდეგ რუსი აკადემიკოსი ქალია, ძალიან ძლიერი ის არის ნეიროქირურგია. და ძალიან დიდი ზონა სოფლიოში რა, კონფერენციებზე, კონგრესებზე და იმებზე რო იწვევენ და ჩასული იყო და თვითონ კითხვებს უსვამდა იმათ. ხო. მაგდარის სპეციალისტებს რა. იმდენად შეეშინდათ, რომ დენის წყარო გაუთიშეს მაგის პროგრამას. შვილი რო ყავდა ხო? და ის რა ქვია? დები თუ არის გზე მიდიხართ, რომ მარტო რუბლინგზე არის დამოკიდებულიო თქვენი ისე უსაფრთხოებაო. რომ გაუთიშავთ დენს არაო და
მომავალში შეიძლება დეილიგათიშვითაც ვეღარაფერს ვეღარ გახდეთო. ხო და მაგას ვამბობ. იმიტომ რომ სხვა წყარო მიიერთო, სხვა რაღაც და რას გააკეთებენ? სხვაგან გადაიტანოს, სხვაგან აქონდეს ის რო იყვიან რეზერვი თავისი მეხსიერებისა სხვა, სადაც წყარო არის დენისა და იქიდან იმოქმედოს და ასე შემდეგ. ასე რომ სახიფათო იმას ეთამაშები თუ რა, ამ ინტელექტს. თელოვნურა ვაყენოთ. მე კი დავიეყავ. ჩემ ბიჭებს არ უნდათ ჩაიურჩევნიათ ეს ერთი სიტყვით ვიდეო წეგან გაგვიწყდა თემა. გია? რა იმედი მოდაამთავრე შენი თემა. იმედი. ესე იგი არ გვეშინოდეს თუ გვეშინოდეს? და შიშით არ უნდა გვეშინოდეს, უბრალოდ ხება. დაუშვებს ღმერთიო იძახი და რას დაუშვებს კაცო? ღმერთმა დაიფაროს. არა, მაგას წარმატება არ ექნებათ, მე ვფიქრობ. ეს ყველაფერი კაცობრიობამ უნდა გაიაროს. ხო. და მანახოს რომ წარმატება არ არის მაგაში. არ ექნებათ. კი და უკვე ისედაც გძნობს, ხლა, ძირითადად. 80% კაცობრიობისა გძნობს რა, ის არის რთული, ის არის ყოფა არის. ამ აწმყოში ყოფნა რთულია, ხო ასეა? კი. მომავალი არ ვიცით. წარსულიც აღარ არსებობს. აწმყოში ვიმყოფებით და რთულია კაცობრიობისთვის. და რაღაცა მომაგონდა მე. ეს მომავალი, რომელიც არავინ არ იცის, ხო? ამ საფრთხო წიგნში უბრალოდ აი საინტერესოდ არის აღწერილი. ეგეთ ჯერ საინტერესოა, რომ მომავალი, რომელიც არ არსებობს და შენ რო რაღაცა ინფორმაცია გაქვს. ხო? ბიბლიიდან, ხო? ხო, ბიბლიიდან. რაღაც ინფორმაცია გაქვს და მომიდა ახლა ეკლესიაში წასვლა ნეტაიცო. თან ისა რა ქვია. უბრალოდ ისეთი ინფორმაცია კი არ არის, რომ აი რაღაც ძველი წიგნია და ის არის რა ქვია. რაღაც საინტერესო რაღაცები წერია უბრალოდ. დრომ ისტორიამ ყველაფერმა დაამტკიცა, რომ წინასწარმეტყველებები ზუსტად იმ თანმიმდევრობით სრულდება, ზუსტად ისეთი ვითარებაა, როგორიც არის აღწერილი. ხო. ახლო წარსულში რომ გადავიდეთ და იქიდან გადაიხედო დღევანდელობაში მართლაც ის 1000-ლიანი პერიოდიც უეკლე ეგრეთი იქნება, ხო, როგორც წერია. მომავალში, რომელიც ჯერ არ დადგა. ხო, რაღაცა იქნება, კი. ის რო არის გამოცხადებაში ცოტა უცნაური არის ჩვენთვის ძნელად გასაგები, გინდაც კალიების ჯარი და რაღაცები რო მოხსენებული იქნება, ეს რობოტებიც არიან, ჩვენ ხო არ ვიცით რა. ყველაფერს ანადგურებდნენ და ყველაფერს ახუჭებდნენ და რა ვიცი. საშინელი ისა ქონდათ. ძალიან ბევრი კალია იყო ჯარი, ხო? ხო, რაღაცები არის გამოცხადებაში, რასაც ვერ ვსწავლობ. ძალიან გავს აი ამ იმას რაღაც. ესა რა ქვია? მწყობრი იმის, რაღაც ისეთი აღნაგობა აქვს, მაგრამ რობოტს აკავს კალია. შეიძლება სიმბოლური ენით კალიას მაშინ რო წაეკითხათ 1000 წლის წინ ადამიანები ხო ფლობდნენ ამ წერილებს. რა იცოდნენ სიტყვა რობოტი რა იყო? ჩვენ ჩაგვაყოფინეს თავები პლანშეტებში დია. ხო. ტელეფონებში. ფაქტიურად ამითი გვთიშავენ და თვითონ აკეთებენ საქმეს და ხელოვნურ ინტელექტს ესეთი რაღაცა შეეკითხებენ რა. როგორი არისო ყველაზე ბედნიერი ოჯახიო.
თუ მდიდარიო, თავიდან რაღაცები უჩვენა, რა ვიცი, აი მანქანები რო ყავთ და ძალიან დიდი სახლები, მერე კიდე კითხეს უფრო ისაო ბედნიერიო, უფრო დიდი სახლები, უფრო მარგალიტებში უკვე ქალი ესე და მთელი ამბები, რა ვიცი, აი ძალიან ფუფუნება აჩვენა, გაიგე და კიდე უფრო და ბოლოს რა აჩვენა გია იცი? ოჯახი ზის სახში და რაღაცასა თამაშობს. აი ყველაზე ბოლო იყო ეგა, ყველაზე ბედნიერი, ყველაზე მდიდარი ოჯახი. სახში ზის, უბრალო სახში, აი ესე და კარცა თამაშობდნენ თუ ჭადრაკს, რაღაცა თამაშობდნენ, ერთობოდნენ. ამქო ალბათ ხელი. ხო, არ ვიცი რაღაცას და ეს მართლა ფუფუნება გახდა. იმიტომ რომ ყველა ოჯახის ნებისმიერი წევრი არის პლანშეტში, ტელეფონში. ვინ თამაშობს აბა? ვინ თამაშობს? ადრე ქალაქ ობანას რო თამაშობდით ხომ ხო გახსოვს კი? როგორ ვიცინოდით, ვერთობოდით. მართლა აბორიგენებიღა შემორჩნენ, შენ რო უყურებ ხო? რომლებიც მღერიან ერთად ტიტულები რა. ცეკვავენ. ხო, ცივილიზაცია სადაც შევიდა ყველგან განადგურდა. ყველაფერი. ის სიყვარული და ისა რა. რაღაცა სიმართლის მარცვალი სულ განადგურა ამინმა რა ქვია ტელეფონებმა და პლანშეტებმა. ეგრე არ არის. და ამასობაში თვითონ რობოტებს აქმნიან და რავი რაღაცებს აკეთებენ. ხო, იმ დღესაც ამოვალდა ესეთი ის იყო. ახალგაზრდა ბიჭი ეკითხება მდიდარ ადამიანებს რა თავად წარმატებაზე. ხო და რას ურჩევდით რა ანუ ხალხსო. ხო და რაკები დრო დაუთმეთო სხვის ცხოვრების ცქერასო და თქვენ ცხოვრებას მიხედეთ. ხო, აბა რა. ეს იყო რჩევა. უყურებენ ესე იგი ამ იმას რა ქვია გაბრჭყვიალებულ სახლებს ვიღაცა რო იღებს და თითქოს მოსწონთ რა, მაგრამ რავი ამაში. თვითონ მერე უბედურად აგრძნობენ თავს. ეს სინამდვილეში ეგრეც რო არ არის. საერთოდ ახლა ისეთ პერიოდში ვცხოვრობ ჯანა, რომ შენი არსი რო იყო ძალიან რთულია. იმდენად ვართ უკვე სისტემაში. ხო. ბავშვობიდან აღზრდა, სკოლები, ეს უნივერსიტეტები, სამსახურები, იმდენად ვიწრო ჩარჩოებში ზის დაბადებიდან ადამიანი. ნამდვილი ცხოვრების და ბედნიერების არსი რო იყო, არის ურთულესი. და ნუ აი ესეთი ძველი ინფორმაციები რა ეხმარება ადამიანს, კიდაც ბიბლიური, კიდაც სახარება, 1000 წლეულების წინანდელი ინფორმაცია და მაშინდელი ყოფასაც კითხულობ, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები. რა შემთხვევაში იყვნენ ბედნიერები. და უამრავი მაგალითია, რომ სიმდიდრე კი არ აბედნიერებდა, არამედ ზოგი მდიდარი ადამიანმაც კი ისაქნა, უარი თქვა სიმდიდრეზე და ქრისტეს გაყვა, ხო? მოწაფეთ. იმიტომ რომ ხედავდნენ, რომ რაღაც კმაყოფილება კი მოაქვს ქონებას და სიმდიდრეს, მაგრამ ბედნიერებას სხვა ის არის. მდგომარეობა. შინაგანად უნდა იყოს ბედნიერი ადამიანი და შეიძლება მხოლოდ მატერიალურმა არ მოგიტანოს ეს ბედნიერება. თუმცა სახსრების არ ქონასაც მოაქვს გაჭირვება და გარკვეული ხო? მერე ესა გაბოროტებაც მოაქვს. ხო. უბრალოდ ჩვენ ახლა ისეთ საზოგადოებაში და ისეთ სოფლიოში ვცხოვრობთ, რომ როიტყვიან აი შუალედი როგორაც უნდა იპოვო, რომ არც გაჭირვებამ დაგხალოს და არ ზედმეტმა ქონებამ და ფუფუნებამაც დაგხალოს. ხო. ეგეც დამღლელია ამდენი ის ტვინის ჩხლეტა, ეს ბიზნესი, ამ ქონების შენარჩუნება, დაცვა, დაზღვევა, აგერა გადაიწვა მთელი ლოს-ანჯელესი, ხო? ხო, გარკვეულწილად პრობლემა იყო ის. ისაც არაფერი ქონდა, არც არაფერი. ხო, კი, ძახი შენეგია, რომ დაზღვევებიო, მაგრამ სრულად არა უნაზღაურებენ. სრულად მაგდენს. შეიძლება სახლი ანაზღაურონ და შიგრაციდო ყველაფერს ხო არ ანაზღაურებენ და ზოგი აუნაზღაურებელია, შეიძლება რაღაც
დაბადების დღეზე პატაწინა ნიფტი გაჩუქო, რომელიც მაგ სახზე უფრო ძვირფასია შენთვის ვინც გაჩუქო. მაგებს ხო ვერ ანაასწავებთ, ხო? მატერიალურის გარდა ხო არის კიდე სხვა ემოციები და სხვა ძვირფასეულობა. ხო? ასე რომ აი ესეთი ამ ვითარებაში ძალიან დიდი ინფორმაციის, სხვა ინფორმაციის მდგომარეობაშია კაცობრიობა, ტვინები გათაღლილია ამ ინფორმაციისგან და შენი თავი არ დაკარგო აი ამ წუთისოფელში არის ურთულესი ამოცანა. იმიტომ სულ ვიღაცას ითხოვს შენგან. საერთოდ რომ თვალებს ახელ და არსებობ უკვე აგერა დენია, წყალია, უკვე რაღაც გადასახადები რა გინდა არ გინდა უნდა გამოქმედოს რომ ეს ყველაფერი ისაკ რა ვთქვი და აი გუში რო გაჩვენებდით გუშინცი ის ტომები რო არის აბორიგენები წყალს ისევ იქიდან მდინარე ადგილი გამოიწია ხო ასე რომ აი კბილიც აქონდათ საჭმელიც ჰქონდათ და ერთმანეთს კარგად იყვნენ საზოგადოებად მერე ცეკვავდნენ საღამოთი და ის ჩასული ვინც უღებდა ამ ყველაფერს ისინიც რა კარგად გძლებდნენ თავს აი მანდერჩი ერთობოდნენ ისინიც ერთობოდნენ ხო ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროებს და რაღაც იახტებს ეგერთში სინამდვილე ადამიანის არსისა და სიმშვიდე ისი ბუნებრივი ბიოლოგიური მდგომარეობაში უფრო სასიამოვნო იყო ადამიანი ვიდრე შარვალ კოსტუმში და გალსტუკში და იქ სადღაც ხუთ ვარსკვლავიან რაღაც რესტორანში ეხლა დარწმუნებული ვარ არ უნდა რომ დამთავრდეს მაყურებლის შენი ლაპარაკი, მაგრამ ტელეფონი გვიმთავრებს. ასე რომ ჩემო ძვირფასებო ვერიტებს. იპოვეთ ბედნიერება სიმარტივეში. ეს ყველაზე კარგია და ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან. ეს უფრო წარუშლელია რო იტყვიან ეს ემოციები, იმიტომ რომ ნიფთები ყოველთვის ბეზრდება ადამიანს. რაც არა გვაქვს აი ეს წადილი გვამოძრავებს რომ მივიღო და რო გაქვს მე უკვე აღარაფერს აღარ აღნიშნავს თითქოს. არც ის ბეჭედი, არც ტელეფონი, მანქანაც რაღაცა რო გინდა და უკვე რო გააქვთ, ისეთი ჩვეულებრივი რაღაც ხდება, მაგრამ ოჯახი, შვილები, მეუღლე გარემო ის წარუშლელი ბედნიერება ყოველთვის ერთი პატარა ყვავილი უფრო გაგახარებს უცებ რო დაინახავ ან ჩახუტება თბილი სიტყვა შექება ესენი უფრო ძლიერ დოზით გვაძლევს ბედნიერებას ვიდრე ნიფთები მე პირადად ასე ვგრძნობ ეგრე თუმცა თავად სიმდიდრეში არაფერი არ არის ცუდი ჩვენ მისადმი დამოკიდებულებაზეა აქ ლაპარაკი რამდენად დაავადებულები ვართ აი ამ ყველაფრით თორე რაღაცა რო გაქვს ეგრე რო იანგარიშო სამყაროს შემოქმედი ყველაზე მდიდარია ყველაფერი მისია მაგრამ გაიჩი ავეთ всё აღარც ისთობა გაიჩი შე 5 ჯერ